მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, ტრადიციულად აქტუალური საკითხები, ბიზნესში და ეკონომიკაში მიმდინარე აქტუალური საკითხები. დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ კუთხითაც, რომ კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ გლობალურ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ომის გამო, ძალიან რთული ვითარების გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სიახლოვეს საქართველოსთან, თუმცა შესაძლოა არა იმდენად ასე სიახლოვეს, რამდენადაც მაინც გავლენის მატარებელი ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე. ბევრი პროცესია, რომელიც გადმოცემის ეფექტით საქართველოს ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას. ჩვენ ვეცნობით რა დღეს დილით ადრეც პრესის, საერთაშორისო პრესის მაჩვენებლებს ვხედავთ ტურბულენციის ჭრილს ნავთობის ფასებთან მიმართებაში, ვხედავთ ანალიტიკოსების სხვადასხვა მოსაზრებებს ამ კუთხით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ვითარება სოლიდურ დაკვირვებას საჭიროებს. ძალიან ძნელია, როდესაც მცირე ეკონომიკის ქვეყანა, თუმცა გახსნილი ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა ერთის მხრივ გეგმავს საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას, მონეტარულ ფისკალურ პოლიტიკას, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან დიდია ფაქტორები, გარე ფაქტორები, რომლებიც ასევე გავლენას ახდენენ სწორედ ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ვითარებაზე. ძალიან ბევრი პროცესია, რომელსაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ამ ფაქტორს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, სენსიტიური. ცხადია, აქ კიდევ ერთხელ ჩვენ ვნახეთ გასული წლის ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკა საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინაციით საქართველოს მთავრობის მთლიანობაში ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ის რომ ჩვენ გვაქვს ახლა სტაბილური ვალუტა, ის რომ ჩვენ გვაქვს ახლა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ცხადია ეს საქართველოს აძლევს სიმშვიდის გარანტიას, იმ სიმშვიდის გარანტიას, რომელიც ჯამში მოიტანა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ პოლიტიკის შედეგს მიმდინარე პროცესებში, მაგრამ კიდევ ერთხელ არსებობს გარე ფაქტორები, რომელსაც დაკვირვება ძალიან სოლიდურად ჭირდება, გარკვეული ტიპის მერყეობა შეინიშნება ბირჟებზე, თუმცა ამ პროცესებს კიდევ ერთხელ ვაკვირდებით ყურადღებით და ჩვენს შემდგომ გადაცემებშიც შევეხებით და განვიხილავთ. დაუბრუნდეთ საქართველოში არსებულ ვითარებას, ძალიან საინტერესო პროცესთან მქონდა საქმე, საკითხი შეეხება შრომის მიგრაციის შესახებ საქართველოში პოლიტიკის გარკვეული ტიპის გადახედვას, ცვლილებას, სწორედ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, ბიზნესის, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციების შრომით მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ის ცვლილებები გაასწრო, რომელიც ეს არის ამოქმედა და ცხადია ეს მანამდე იყო გაცნობის ნაწილი. ძალიან საინტერესოა და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია და პრეცედენტულია მსჯელობა ყოველთვის, როდესაც საუბარი შეეხება სახელმწიფოსა და ბიზნესის დიალოგს. მანამდე უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს აღნიშნა და ისაუბრა ვრცლად შრომის მიგრაციასთან დაკავშირებით. აქ ბუნებრივია პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შემთხვევაზე, იმ რეალობაზე, რაც საქართველოში გვაქვს ზოგადად მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. რამოდენიმე ფაქტორია, რომელსაც ჩვენ საქართველოს ყურადღებით ვაკვირდებით და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. პირველ რიგში განათლების სისტემა, უნდა აღინიშნოს საქართველოს სწავლობს 37,000 უცხოელი სტუდენტი, რომელიც ასე ვთქვათ იმყოფება საქართველოში უპირატესად ლეგალურად, ცხადია და უნდა აღინიშნოს, რომ მათი მხრიდან კონტრიბუცია ასევე არის საქართველოს ეკონომიკაში და არ არის ეს ცოტა, ისევე როგორც პრემიერმა აღნიშნა გამოსვლის დროს, რომ რეალურად საქართველოს ძალიან სერიოზული დეფიციტი გვაქვს სამუშაო ძალასთან დაკავშირებით და შრომით მიგრაციაც არის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში, თუმცა კიდევ ერთხელ გამოწვევად რჩება არალეგალური მიგრაცია ამ ჭრილში. ჩვენ არაერთხელ როცა შრომის ბაზართან დაკავშირებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ, ხშირად აღვნიშნავთ სწორედ იმ დისბალანსს, რომელიც არსებობს სამუშაო ძალის მიწოდებას და ბიზნეს მხრიდან სამუშაო ძალის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაბამისად არსებობს სურვილი ამ დისბალანსის შევსების და ხშირად ეს შრომით მიგრაციის ხარჯზე ხდება, თუმცა კიდევ ერთხელ სწორ მიდგომას ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები აქვს. ცხადია, რომ დისკუსია, რომელიც გაიმართა, რომელიც კადრებსაც ჩვენ ვადევნებთ, აქ იყო მოსაზრებები მათ შორის ბიზნესის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, უპირველეს ყოვლისა მათ შორის ბიზნესის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამ ნაწილს ჩვენ დეტალურად ვიცნობდეთ და ვიდრე ჩვენ სტუმართან გავაგზავნებთ ამ თემაზე საუბარს, მოდით ვნახოთ რა შეფასებები გაკეთდა ამ შეხვედრის შემდგომ.
გადაწყობა ბევრ ბიზნესს მოუწევს არ იქნება ეს ხადია მარტივი, თუმცა მეორეს მხრივ ამ გადაწყობის დროს ჩვენი მისიაც ბიზნეს ასოციაციის ამ შემთხვევაში ყველა იმ შეხვედრის მიზანიც, რომელიც აქამდე გამართულა და აცი გამართება, არის სწორედ ის, რომ ინდივიდუალურად, სექტორულად όλი თქვათ პუნქტი, ნორმა გავიაროთ, არ იყოს ორაზროვნება, იყოს ერთიანი ხედვა. საქართველოშიც უნდა დაწესებული იყო გარკვეული მე არ დავარქვი ამას შეზღუდვებს, ეს არის რეგულაცია შრომის ბაზრის, რომელიც მისაღები უნდა იყოს ყოველთვის და სწორედ ამ რეგულაციის მიხედვით ჩვენ დამსაქმებლები ავაწყობთ ჩვენ საქმიანობა. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად და სწორედ აი ამ ფორმატში ეხლა ვაგრძელებთ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მსგავს ტიპის დიალოგი ჩვენ გვაქვს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ რომ პროცესში რომელიც ახლა უკვე შეიძლება ითქვას აქტიურ ფაზაში შედის ჩვენ შევძლებთ რომ ვიპოვოთ ის შუალედი რომელიც კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს ერთის სამუშაო ძალის მიწოდების და მოთხოვნის გარკვეულ ტიპის ბანას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან ერთად სტუდიაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი არის ჩვენი სტუმარი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მოგზაურობისათვის და ჩვენთვის ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან ამ საკითხებზე საუბარი. თქვენ ბრძანდებოდით ამ შეხვედრაზე, თქვენ ხართ აქტიურად ჩართული ამ პროცესში. უპირველეს ყოვლისა ჩვენს მაყურებელს ძალიან ბევრი ბუნდოვანება იყო რომ განუმარტოთ ეს ბუნდოვანება უპირატესად ხდება ხოლმე არ იმდენად თავისი არჩთან რამე ბუნდოვანად იქნა მოწოდებული, არამედ სპეკულაცია არის ხოლმე როგორც ეს ამ ქვეყანაში ყოველთვის აღნიშნავ რაც კეთდება კარგი, კი, რაც კეთდება კარგი, იმაზე აუცილებლად რაღაცა ფორმა უნდა მოიძებნოს, როგორ ვთქვათ, ცუდი. არა ის კვალიფიციური დისკუსია იყოს, არამედ როგორ ვთქვათ, ცუდი. თუ შეიძლება უფრო დეტალურად ეს ცვლილებები, რომელიც შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში უნდა ამოქმედდეს, კი არა და ამოქმედდა მოქმედებს ფაქტიურად და ვართ ამ პროცესში. მე მგონი საქართველოს ევროპის სივრცეში ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც არ ჰქონდა ეს საკითხები აი ამ წესით და ამგვარად დარეგულირებული. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ჩამორჩით პროცესებს ამ მიმართულებით. სხვათა შორის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყოს ეს ჩვენი მათთან დაახლოების მიმართულებით და ამას სულ გვიმეორებდნენ და დღემდე გვიმეორებენ რომ ეს საკითხი არ იყო დარეგულირებული ისე როგორც ამ სივრცეს ეკადრება და ჩვენ გამოწვევს უპასუხებდა. ჩვენ 2023 წელს მივიღეთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები, რომელმაც გაუჩინა იურიდიულ პირებს ვალდებულება მათთან მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენ სისტემაში დაერეგისტრირებინათ. ამგვარი რეესტრი უკვე ფაქტიურად არასრული 3 წელი მოქმედებდა ჯანდაცვის სამინისტროში. ამ სისტემაში ჩვენ აი 1 მარტამდე დავარეგისტრირეთ უკვე 51,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს ადამიანები გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა კომპანიებში და აი ამ კომპანიებს გაუჩნდათ ეს კანონისმიერი ვალდებულება და ისინი ამ ადამიანებს ჩვენთან არეგისტრირებდნენ. ეს იყო და ეს იყო უფასო. იქ იყო რაღაც ჯარიმების სისტემა გამოყენებული და მეტნაკლებად ამან იმუშავა იმ მიზნებისთვის რაც ქონდა ჩვენ იმ წუთისთვის, მაგრამ ეს იყო ძალიან მოძველებული სისტემა, რომელიც მიახლოებულ სტატისტიკასაც კი არ გვაძლევდა იმ ადამიანების, ვინც აქ შემოსული იყო უცხოეთიდან და ჩვენთან მუშაობდა. მის მიღმა ჩვენ გვძნობდით, რომ უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დარჩენილი, რომელიც არ იყო ასახული შესაბამისად სისტემაში და მათთან დაკავშირებით ჩვენ ფაქტობრივად არაფერი არ ვიცოდით. და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო ამ ნაბიჯებისა, ესეთი კვეთრი ნაბიჯებისა ამ მიმართულებით გადადგმული და არა მხოლოდ ეს ბუნებრივია. თქვენ აკვირდებით ამ პროცესებს ძალიან აქტიურად და სულ გესმოდათ ოპონენტების მხრიდან საუბარი ემიგრაციაზე. და ემიგრაციის ხვედრით წილი საქართველოში არის საკმაოდ დიდი.
ეს ყველა იცის, ეს არ არის დასამალი და დასაფარი და ამაზე წუხდა ჩვენი ოპონენტი და სულ გვიყიჟინებდა, რომ აი თქვენ რასაკეთებთ, აშვებით რატომ გადის ამდენი ადამიანი ქვეყნის პარკლებს გარეთ, რატომ ეძებენ ეს ადამიანები სამსახურს გარეთ. და მინდა გითხრათ, ემიგრაციასთან პირდაპირ ბმაშია და სარკისებრად აირეკლება ურთიერთისგან და მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ერთ-ერთი წამახალისებელი იყო აქტიური ემიგრაციული პროცესებისა. და რას გულისხმობ ამის ქვეშ? აი მაგალითად ავიღოთ მიტანის სერვისი, საკურიერო მომსახურება, ეგრეთ წოდებული. მოჩვენს ყველაზე აქტიური ეს თემა იყო. საკურიერო მომსახურება, რომელიც ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სფერო იყო ჩვენი ეკონომიკის. აი კოვიდის მერე განსაკუთრებით შემოსავლებიც იზრდებოდა ამ სფეროში და ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე დასაქმდა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ახალგაზრდა და არა მხოლოდ, მინდა გითხრათ. მაგრამ აი სადღაც ყველასაკის ადამიანს უხდებოდა ხო კი ბატონო და აი სადღაც 22 წლიდან დაიწყო მასობრივად შემოდინება უცხო სამუშაო ძალამ ამ სეგმენტში ეკონომიკის და ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გამოდევნეს ამ სფეროდან. როცა ანალიზს ვაკეთებდით ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ტურიზმის სააგენტოსთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ სფეროში შემოსავლებამ დაიკლო ანუ კურიერებისთვის შემოსავლება ანუ ერთ-ერთზე ანაზღაურებებს ანაზღაურებას გულისხმობ იცით თქვენ რომ ეს ადამიანები არიან თვით დასაქმებულები ისინი ინდივიდუალურ ხელშეკრულებას მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებენ ან გლოოსთან ან ოლთან ან სხვა საკურიერო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთან ისინი აი სუფთა გაგებით შრომით საქმიანობას საქართველოში არ ეწევიან ისინი არიან ამ ინდივიდუალური შეთანხმებებით დაკავშირებული მსხვილ საკურიერო კომპანიებთან და ამითი რა თქმა უნდა ამ მომსახურებით გარკვეულ შემოსავალს უკეთებდნენ გენერაციას როგორც ჩანს აქ შემოსავლება იკლო და საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლეს ვერ გაუძლეს და მოხდა ნელა გამოდევნა საქართველოს მოქალაქეების თუ სწორად გავიგე ბატონო უფრო დაბალანაზღაურებად იყვნენ თანახმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მით შემდგომში ვიდრე ქართველები ვიდრე საქართველოს მოქალაქეები დიახ აი ძალიან მარტივად საუბრობ გამომდინარე იქიდან რომ მინდა რომ გასაგებად აღხსნა ეს ყველაფერი ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელიც აქ შემოდის გარკვეულ წილად მათი დიდი ნაწილი არიან სწორედ სტუდენტები რომლებიც აქ სწავლობენ ძალიან ბევრი აკადემიურია იყო და შესაბამისად დარჩა საქართველოში. თქვენ ეცით რომ ჩვენ ძალიან ბრო ქვეყანასთან ძალიან ლიბერალური სავიზო რეჟიმი გვაქვს 6 თვით შეეული ადამიანი შემოვიდეს და აქ იმუშაოს საზღვრის კვეთას დააფიქსირებს შემოbrunდება ისევ 6 თვით გაიხანგრძლივებს აქ ყოფნას და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე აქ ძალიან დიდი კონკურენცია შეიქმნა. საქართველოს მოქალაქეებმა ამ კონკურენციას როგორც ჩანს ვერ გაუძლეს და გაჩნდა ახალი მიგრაციის ტალღა საქართველოსთან აი 200 წლებს თვალი გადაავლოთ და მათ შორის მე ვფიქრობ ესეც იყო გამომწვევი და ჩვენ არა ვართ დიდი ქვეყანა არც სამწუხაროდ ტერიტორიულად არც რიცხოვნობით და ნებისმიერ ესეთი რყევები ყისიერად ეტყობა ხოლმე საზოგადოებას და ჩვენ ეკონომიკასაც და მათ შორის სტრუქტურას მათ შორის ამ ბიზნესის სტრუქტურასაც ეს თვალშისაცემი იყო ათასობით და 10000-ობით უცხო ქვეყნის მოქალაქე მე შეგნებულად ქვეყნებს არ დავასახელებ მაგრამ მათი დიდი ნაწილი ინდოჩინეთიდან იყო მოდი ესე შემოვხაზავ ხა უზარმაზარ საქართველოს მოქალაქეები მომხმარებლების გარკვეულწილად გრძნობთან მოქალაქეები ეს რა თქმა უნდა პრობლემა იყო ასევე ტაქსის მძღოლების მიმართულებით პრობლემა იყო გიდების მიმართულებით ოღონდ გიდების მიმართულებით აქ სხვა პრობლემებიც იყო თვალშისაცემი ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე გადიოდა მათ შორის ეს საკითხები და გიდების მომსახურება უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებს გულისხმობ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა ამ მიმართულებით ვერავითარ ამაზეც ხშირად იყო თუ კონტენტური შინაარსობრივი ნაწილი რომელიც აი ყოველად მიუღებელი იყო
ვერც ერთი თამოყვარე საზოგადოება სახელმწიფო ამას ხა დიდხანს ვერ გაუძლებდა ეს ხო თვალშისაცემი იყო და ეს გვესმოდა ჩვენ ეს ყველაფერი ესე თქვა საყოფა ცხოვრება დონეზე, მაგრამ მქონდა მუდმივი კავშირი ტურიზმის სააგენტოსთან და ეს წუხილი მათგან მოდიოდა. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ამის აღსრულებელი ამ დათქმებისა, კანონისმიერი დათქმებისა და მათ შორის კანონქვემდებარე აქტით, რაც დაგვევალა მთავრობისგან, რა თქმა უნდა, ვარ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო და მისი ქოლგის ქვეშ მომუშავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსი, მაგრამ ყველაფერი ეს, რაც აისახა და რაც გადატანილი იყო დოკუმენტში და დოკუმენტებში აისახა თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად და უამრავი შეხვედრის და კონსულტაციის შედეგად საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან და მინდა გითხრათ, საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა იყო ეს და ჩვენ შემდეგ ჩავერთეთ განხილვებში ჯანდაცვის სამინისტროს გულისხმობ ისევე როგორც ყველა სხვა სამთავრობო სტრუქტურა, ძალიან ბევრი შეხვედრები გაიმართა პარლამენტში, სხვა სტრუქტურებში, ეკონომიკის სამინისტრო ჩართული იყო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ძალიან ბევრი სტრუქტურა, ყველას ჰქონდა თავისი შენიშვნა, შეფასება ამ სიტუაციის და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი აგვესახა ამ დოკუმენტში და საბოლოოდ მივიღეთ ის დოკუმენტი, რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ხასუსო დავაგვიანეთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და აუცილებელი იყო ეს ამას ალტერნატივა არ აქვს არის საკმაოდ არაერთგვაროვანი სიტუაცია შრომის ბაზარზე და მინდა გითხრათ შრომითი ნაკადების მართვაც ეს ძალიან ნიშნულოვანი ელემენტი გახდა მათ შორის ქვეყნის სტაბილურობის. ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან ბევრი პროცესის მართვა, გაძღოლა და დაგეგმვა უბრალოდ ეკონომიკაში სწორი ორიენტირებისა. და ვიფიქრეთ, რომ ახლა სწორედ მომწიფდა ამისთვის მდგომარეობა, რომ მიგვეღო ეს დათქმები და აგვემოქმედებინა ეს ყველაფერი 1 მარტიდან. კოტირების სისტემაც სწორედ ამიტომ გაჩნდა. და გაჩნდა მხოლოდ 4 სფეროში ამას დაემატა მე-4 ეს არის სამთო გამცირებელები, სადაც 200 ადამიანი შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ უცხო ქვეყნებიდან და დანარჩენი ტაქსები, საკურიერო მომსახურება და გიდები აქ არის ნულოვანი კვოტა. ანუ კიდევ ერთხელ გავმეორდები, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უნდა ამ სამ სფეროში მუშაობა, აქ ვერ იმუშავებს, გამორიცხულია. ეს ცალსახად დასრულებული. ამასთან ერთად, მაგრამ გავაგრძელებ ამ თემას. ამასთან ერთად ჩვენ შემოვიღეთ ის, რაც არასდროს არ ქონია დამკვიდრებული და ეს ძალიან ბევრ ამაში ხელს გვიშლი და შრომის ბაზრის ტესტი. რომლის დამკვიდრების გარეშე და ამოქმედების გარეშე ჩვენ შორს მიმავალ გეგმებს შრომითი ურთიერთობების მორეგულირების უცხოელთა ჩვენ შრომით ბაზარზე დამკვიდრების მიმართულებით ფაქტობრივად ვერ გადავდგამთ. შრომის ბაზრის ტესტი ჩვენთან არ არსებობდა, ეხლა ჩვენ ეს დავამკვიდრეთ ასევე ამ კანონმდებლობით. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო აფასებს ინდივიდუალურად ყოველ უცხოელს. შემოსულ საქართველოში სამუშაოდ მას შეუძლია თუ არა აქ მუშაობა, კვალიფიკაციის შემოწმება. მათ შორის კვალიფიკაციითაც, განათლებითაც გაქანებითაც მათ შორის გაქანებაში გულისხმობ, მათ შორის ინვესტიციების დაბანდება საქართველოში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შემთხვევითი ადამიანები ავირიდოთ. დიახ, ჩვენ უნდა შევაფასოთ აი სკრუპულოზურად, უნდა დავწმინდოთ სისტემა შემთხვევითი ადამიანებისგან, რა თქმა უნდა მივიღოთ უცხოელი, მხოლოდ ისეთი, რომელიც საქართველოს მის მიზნებს გამოადგება ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს არ არის რაღაც ახალი ველოსიპედი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ. ეს ყველგან ასეა და თქვენ ნახეთ, რომ როგორც კი ქვეყნებმა აი გადაუხვიეს მათ მიერ არჩეულ ამ მიმართულებით არჩეულ გენერალურ ხაზს, მაგალითად შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პერიოდში და იცით თქვენ ბატონი ტრამპი, სხვა მისი კოლეგები ამობენ, რომ 20-დან 25 მილიონ ადამიანამდე არალეგალი შრომითი მიგრანტი შემოეხიზნა, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებს, რომლებმაც ძალიან დაამძიმეს სიტუაცია ესეთ სახელმწიფოში, რომელსაც კოლოსალური შემოსავლები აქვს. მათი მოქალაქეების ადგილი. ანუ სოციალურ სისტემაზე ესეთი ზეწოლა მოახდინა ამ გიგანტურმა რაოდენობამ მოსახლეობის, იქაც გაუჭირდათ ამის გადახარშვა, ხვდებით? მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ყველამ კარგად, რომ შეერთებული შტატები სწორედ ემიგრანტთა სახელმწიფო, ასე ვთქვათ, და დაარსების დღიდან სწორედ ასე მოდის დღემდე.
უამრავი ტალღა ემიგრანტებისა მთელი მსოფლიოდან შეიწოვა. და გაითავისა და გადახარშა, ასე ვთქვათ, მაგრამ ეხლა გაუჭირდათ, ეხლა შეერთებულ შტატებს თუ უჭირთ ჩვენ ხო წარმოგიდგენთ რამ ხელა საფრთხეების წინაშე დავდგებით თუ ამას არ მივხედეთ. ამიტომ შრომის ბაზრის ტესტი დამკვიდრდება, უკვე დამკვიდრდა პირველი მარტიდან, ის მოქმედებს უკვე. მინდა გითხრათ, რომ აი თქვენ პირველი ჟურნალისტი ბრძანდებით და შემიძლია გითხრათ ეს ღიად. დღეს ყავს უკვე სისტემაში რეგისტრირებული 500-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ანუ ამით შემიძლია გითხრათ, რომ რეფორმამ ფაქტურად შედგა პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგით. ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ აქ არსებობს სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს მათი ყოფნის აუცილებლობას საქართველოში და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩვენ არ ვაპირებთ არათერ კედლების აღმართვას ჩვენსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, მაგრამ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ჩანართი. საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა პირველ რიგში ზრუნავს საქართველოს მოქალაქეზე და მერე დანარჩენზე. ბოდიში მომიხდია, მაგრამ ჩვენ ამ სტრუქტურის და ამ გუნება განწყობის ხელისუფლება ვართ, ბატონო და რა ვიცი, ახლა მე სანამდე სხვაზე ვიზრუნებ, ჩემი მტკივა, ჩემსას მინდა მოუვარო, ჩემი მინდა დავასაქმო. რა არის ხა ეს მოკირკიტე ჩვენი ოპონენტების გასაგონათოა? რა არის ამაში? სათაკილო. აი რა არის ამაში სათაკილო? კიდევ ერთხელ მგონია, რომ ეს არის უბრალოდ მიზეზი, რაზეც შეიძლება, ანუ აქამდე იყო სხვა ტიპის კრიტიკა, რომ რატომ ამდენი ცხოველი, ახლა ამბობენ, ხო, აი რატო ასეთი ცხოველებს? არაფერს არ ვერჩით. აბსოლუტურად. მე მგონი ძალიან ნათელია თქვენ კრიტერიუმები. სტატისტიკა ღია იქნება, ეს არაფერი, ეს არის აბსოლუტურად საჯარო ინფორმაცია, პირდაპირ გითხარით ციფრი. თქვენ ახავთ 1, 2, 3 თვის შემდეგ რამდენი უცხოელი დარეგისტრირდება ჩვენთან და რამეს ნებართვა, რამდენს მიეცემა. კი ბატონო, იმუშაონ ადამიანებმა, ცოდნა შემოიტანონ საშეღავათო პერიოდზეც კი არის თვითდასაქმებულებისთვის საშეღავათო პერიოდი 2 თვიანი, ანუ 1 მაისამდე, ამ 1 მაისის შემდეგ უკვე ვერც ერთი თვითდასაქმებული, აი ამ სფეროებში, უმეტესობა მათი ამ სფეროებშია. ეს საკმაოდ ჰუმანური აქტია ხა, რომ რაღაცა გონივრული ვადა. კი, აი იცით რატო ესეც სწორედ აქედან ჰუმანიზმის პრინციპიდან გამოვედით. არ შეიძლება ხა 1 მარტს რომ ამოქმედება კანონი, 5 მარტს მიადგე კურიერს სხვა ქვეყნიდან აქ შემოხიზნულს, რომელიც აქ მუშაობს და უთხრა რომ აბა შენ ჩამობრძანდი ხლა. მოტო სატრანსპორტო საშუალებიდან და იქნებ სხვა რამით დაკავდე ჩემო ძმაო. არ გამოვა ესე და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაცა ამ ადამიანებს მიუწით ვადა, გონივრული ვადა გადაწყვეტს. თავიანთ მდგომარეობაზეც დაფიქრდნენ, რასაკეთებენ ჩვენთან. თუ განათლებით მიღებით არიან დაკავებული, მიიღო კი ბატონო განათლება და ეს არის მათი ძირითადი საქმიანობა, მაგრამ ამ სამ სფეროში თვითდასაქმებულების, ну რა გითხრათ, თითქმის 80%-ია მეტიც, აი აქ ამ ადამიანებს ამ სფეროებში მუშაობა 1 მაისიდან აეგზალებათ. კიდევ არის ერთი ესეთი საკმაოდ დიდი პლასტი ჩვენთან დასაქმებულების, აი ეს ადამიანები არიან, ვინც ჩვენ რეესში არიან მოხვედრილები და მინდა გითხრათ ესეთი საოცარი რამ მოხდა, როცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებდით და ავამუშავებდით, აი იმ რეესში რომელიც 3 წლის მანძილზე იქმნებოდა და სულ 51,000 უცხოელი ყავდა, უცბად ციფრი გახდა 63,000. ანუ თითქმის ერთ კვირაში ამ რეესში დარეგისტრირდა 12,000 უცხოელი, რომელსაც რეგისტრაციის ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ ისინი არ მოდიოდნენ სისტემაში. იმიტომ რომ არ იყო, ასე ვთქვათ, ახსრულებაც ხო, შესაბამისად. ხო, ახსრულებაც და ცოტა შორის ეს იურიდიულ პირებს ჰქონდათ ეს ვალდებულება და ამ ვალდებულებას არ ღვევდნენ. შემიძლია ეს პირდაპირ გითხრათ. კი ბატონო. ჩვენ ხა არ დავიწყებთ მაგის ძიებას, ვინ რას არ ღვევდა და რატომ არ ღვევდა, ეს ჩავლილია ეს ამბავი. და კარგია ეს ადამიანები რომ სააშკარაოზე გამოვიდნენ და 12,000 უცხოელი შემოგვემატა. ჩვენ ეს იმიტომ შემოგვემატა ეს 12,000 უცხოელი რომ მათ ამ წლის ბოლომდე აქვთ ვადა პერერეგისტრაციის. ხვდებით, აი ეს არის ძალიან დიდი პლასტი, თითქმის 60,000 უცხოელზე მეტი, რომელსაც აი 1 მარტიდან 27 წლის 1 იანვრამდე აქვთ პერერეგისტრაციის ვალდებულება, მაგრამ ვინც უკანასკნელ დღეებში დარეგისტრირდა ჩვენ ძველ სისტემაში, მათ პერერეგისტრაცია მოუწევთ ნოემბრის ბოლოს და გაიხანგძლიოს აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, ეს ბაჟიც არ გადაიხადეს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ძველი სისტემა უბაჟო იყო, იქ არავითარ გადასახადს არ ითვალისწინებდა და ნუ მივიღეთ ჩვენ ეს ხალხი, დავარეგისტრირეთ, რა თქმა უნდა, ძველი წესით, მაგრამ 1 მარტიდან კეთილი უნდა ინებოს ყველამ, ნებისმიერმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და შეეგოს თამაშის ახალ წესებს. ძალიან სწორია, ძალიან მოგწონს, ძალიან მომწონს ეს ნაწილი. ალბათ ჩდება კითხვა ახსრულებასთან დაკავშირებით.
თუ არა, თქვა ამ შემთხვევაში რა მექანიზმებია, ხო? ანუ აი ამ დარღვევების შემთხვევაში აღმოჩენის რა მექანიზმი თითქოს პრევენცია დავინახეთ, მაგრამ აი აღმოჩენის რა მექანიზმებია და როგორ მოქმედებთ შემდგომ. აქ საკმაოდ გამკაცრებულია ჯარიმები, თუ თქვენ ასე ვთქვათ, პრობლემა შეგექმნებათ კანონთან ამ მიმართულებით, თქვენ თვითდასაქმებული შემთხვევაში დაჯარიმდებით 2000 ლარით და იურიდიული პირის შემთხვევაში დასაქმებელის დაჯარიმდება და დასაქმებულის დაჯარიმდება ყოველ უცხოელზე 2000 ლარით. ეს პირველ ჯერზე, შემდეგ ჯერზე ორმაგი ჯარიმაა ფაქტობრივად. და 4000 ხდება და ასე შემდეგ შეიძლება გაძევებამდეც მივიდეს საქმე. ამიტომ მე არავის არ ურჩევ ამის გაკეთებას. ჩვენ რა თქმა უნდა სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ეს ვიდეო მე თქვა ალბათ ძალოვანი სტრუქტურა. რა თქმა უნდა, თავარი დასაყრდენი ჩვენთვის ამ მიმართულებით გამოვლენის და თქვათ ამ მიმართულებით გადასტომების პრევენციის მიმართულებით ყავს რა თქმა უნდა თავი დასაყრდენი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღესაც გქონდა მათთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა არის რამდენიმე ტექნიკური დეტალი რომელსაც ახლა ვაზუსტებთ და სრულფასოვნად შინაგან საქმეთა სამინისტროც უკვე ჩართულია რა თქმა უნდა და უფრო აქტიურად ჩაერთვება აი თვითდასაქმებულების მიმართულებით 1 მაისიდან იქამდე არ დარჩა ეს 2 თვე სწრაფად გაივლის ეს ერთი მიმართულება და მეორე ჩვენ თავდევად შრომის ინსპექციაში რომელიც ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წიაღში მუშაობს შევქმნით უკანონო მიგრაციის წინამდე ბრძოლის სამმართველო იქ ბევრი საშტატო ერთეული არ გავითვალისწინეთ მაგრამ საკმაოდ მობილური სამსახურია უფრო ეს ჯგუფები შევლენ ობიექტებზე სამშენებლო ობიექტებზე კვების ობიექტებზე რესტორნებში კაფეებში სასტუმროებში სასტუმრე ბიზნეს მიხედავენ აქ ისედაც უწევდათ მათ უკანონო შრომითი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მაგრამ ეს გაასმაგებული ენერგიით დაიწყებს ეს სამმართველო მუშაობას ისე რომ ორი მიმართულება გვაქვს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომის ინსპექცია ორივე აქტიურად ამოქმედდება აი რამდენიმე თვეში უკვე ეს სისტემა საბოლოოდ დაიხვეწება და სრულად იმუშავებს. პრინციპში ამ საშეღავათო პერიოდის გასვლის მერეც უკვე სისტემაც უკვე აქტიური კი, რა თქმა უნდა. ეს ფასიანი არის, ამასაც გაუსვა ამას ხას, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ჩვეულებრივი წესით ერთი თვის ვადაში ჩვენ გვაყვალდებულება განვიხილოთ ეს ატვირთული განაცხადები რა თქმა უნდა ეს იმას არ გულისხმობს რომ მაინდა-მაინც 30-ე დღეს გავცემ ადამიანს პასუხს იქამდეც რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება ეს 200 ლარიანი საფასურია აქ გადასახდელი და დაჩქარებული ადღიანი ვადა გვაქვს 400 ლარიანი და მინდა გითხრათ რომ აი ციფრში რაც მე თქვენ დაგისახელეთ ბევრია უკვე დაჩქარებული და ბევრია ჩვეულებრივი განაცხადიც და რა თქმა უნდა ვალდებულებას ჩვენ პირადად შევასრულებთ და საინტერესო ზოგადად ამ შრომის ბაზრის ტესტმა საინტერესოდ გაწერა ეს პროცესი ჩვენ ახლა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში რომელიც თავისთავად საინტერესო სტრუქტურაა ჩვენ ინტეგრირება მოახდინეთ რეორგანიზაცია გამოაცხადეთ და მიგრაციის კომპონენტი დაუმატეთ დასაქმებაზე ორი მიმართულება გაუჩნდა ახლა სააგენტოს დასაქმების და მიგრაციის შრომითი მიგრაციის ერთმანეთს ფარავს ეს ორი მოვლენა და პირდაპირ გამომდინარეობს ერთმანეთისგან ერთი ჩავარდნა გაქვს მეორეში ჩავარდნა გაქვს აქეთ მიგრაციაში თუ დაალაგდა სიტუაცია და ჩვენ ფიქრობთ რომ წლის ბოლომდე აქ მე ნაკლებად სტაბილური ვითარებას მივიღებთ ეს ეგრევე ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე აისახება ამიტომ დასაქმების მიმართულებით საკმაოდ ბევრი პროექტი ხორციელდება ისედაც და ეს პროექტები გაგრძელდება იცით თქვენ მოკლევადიანი მომზადება გადამზადების პროგრამებია სტაჟირების მაღალმთიან რეგიონებში სამუშაოს თუ დასაქმების სუბსიდირების და ბევრი კომპონენტი ახლა თქვენ დროს ამ მიმართულებით არ დავკარგავთ მაგრამ აი აქ დავინახეთ ჩვენ ამ სტრუქტურაში ამ პრობლემის ერთ-ერთი მოგვარების გასაღები კი ბატონო ბოლოს აუცილებლად მინდა გითხო კიდევ ერთხელ მადლობა ძალიან საინტერესო ახსნის ზუსტად მე ვფიქრობ ესეთი ამ მწურავი ახსნის ვისაც კი გაგება უნდა თუ რა იყო ცხადია რა იყო ამ ცვლილებების მიზანი და მართლაც რამდენად საჭირო იყო ესეთ ჩანს თქვენი საუბრიდან ბოლოს მინდა გითხოთ რომ ბევრჯერ ვახსენეთ ჰუმანურობის ფაქტორით და კიდევ ერთხელ
ამ ხელისუფლების თავარი მიღწევა ის რომ არაფერი ძალით, ყველაფერი ახსნით და ურთიერთგაგებით ხდება. ამის დასტური იყო ალბათ ის შეხვედრა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესთან დაკავშირებით, სადაც თქვენ ბრძანდებოდით. კიდევ ერთხელ გითხრათ კომუნიკაცია ბიზნესთან ამ ნაწილში, რომელიც ალბათ ამ თვალსაზრისით გაგრძელდება, რადგან შედეგები უფრო ეფექტურია. მუდმივად რაც დავიწყეთ ჩვენ გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუდმივად გქონდა კონტაქტები ბუნებრივია და ჩვენი ამოცანა არ არის ზოგადად ვინმეს პრობლემა შეუქმნათ ღმერთო დაგვიფაროს უბრალოდ ბიზნესიც უნდა მიხვდეს რომ ასე გაგრძელება ამ მიმართულებით და თამაშის წესების ნათლად თუ არ წარმოვიდგინეთ ძალიან გაგვიჭირდება, სახელმწიფოსაც გაუჭირდება და ბიზნესსაც გაუჭირდება. აქ თანხვედრები უნდა ვიყოთ. სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი, წარუვალი ინტერესი და ბიზნესაც აქვს თავისი ინტერესები. აი ამ ინტერესების სინთეზში, შეხმატკილებულობაში არის ჭეშმარიტების მარცვალი ამოსაცნობი ხვდებით. როგორც კი რაღაც საბას შესკენ გადმოკაჩავ, გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე მხარე ზარალდება საქართველოს, ჩვენი სამშობლო. ამიტომ მე ვფიქრობ ამ მიმართულებით დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც დაუძახეთ ამ ადამიანებს. თითქმის სამსაათიანი შეხვედრა იყო, ღია შეხვედრა ნებისმიერ ტელეარხს, მათ შორის ოპოზიციურად გამწყობილ ტელეარხებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ყველაფერი, ჩაეწერათ ყველაფერი. იყო ბევრი შენიშვნა, მათ შორის კრიტიკული მოსაზრებებიც პირიქით ეს კარგია, ეს გამოადგება ამ პროცესს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხედავთ ეს სისტემა როგორ იმუშავებს, ერთ თვეში შეიძლება უფრო მალეც, ან ცოტა გვიან ორ თვეში, ისევ შევიკრიბოთ, გავიაროთ ყველა დეტალი, აბა ვისად უჭირს, ვისად ულხინს, იქნებ ჩვენ რამე გამოგჭა, დავაშენოთ, დავამატოთ ამას, ან იქნებ ამოვიღოთ. შევხედოთ ეს კოტირებაც ხო არ არის რაღაცა ახალი აღმოჩენა და დავაკვირდებით ამასაც. შეიძლება სადღაც კიდევ გავაჩინოთ კოტები. სადღაც პირიქით უფრო ლიბერალური გავხადოთ კოტირების სისტემა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, შევქმნით ფაქტიურად ახალი სისტემა, WorkNet-ის სისტემა, რომელიც სოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, სოფლიო ბანკის წამყვან სპეციალისტებთან, რომლებიც ამ შრომის ბაზრის მიმართულებით მუშაობენ, მათთან ერთად შევიმუშავეთ და ესეც ჩაუშვით უკვე. და საკმაოდ საინტერესო იქნება ეს უკვე მათ შორის იმ კომპანიებისთვის, რომელსაც საერთოდ ცხოველი არ ყავთ და გვინდა რომ ჩვენი WorkNet-ის სისტემა იყოს ღია ყველასთვის და აქ აიტვირთოს შესაბამისი სიუებიც, აქ აიტვირთოს შესაბამისი მოთხოვნებიც ბიზნესიდან და ნელ-ნელა ჩვენ ბაზა გავზარდოთ. ბაზა ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებსაც შეთავაზებთ კომპანიებს და დავასაქმებთ ამ ადამიანებს. ამ სააგენტოს მოვალეობაც ეს არის, რომ ხიდი იყოს ერთგვარად ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. აი ხიდზე გადავატაროთ ჩვენი მოსახლეები და დავასაქმოთ. ეს არის მთავარი ჩვენი ამოსავალი წერტილი, რომ იქნებ მუშაობა ამ ქვეყანაში უფრო შემცირდეს და მათ შორის მივუახლოვდეთ იმ ნიშნულს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა 3-4%. კი ბატონო, უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე 60%-ამდე აი ეს გვინდა კი ბატონო. და ხედავთ რომ ამის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეალური ხილვადი და გაზომვადი ნაბიჯი თქვენს მიერ არის და თქვენი სამინისტროს მიერ არის გადადგმული თქონდა კოორდინაციის სხვა სამინისტროთა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დეტალური ახსნისთვის ამ პროცესის ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ წლის განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ ამ შედეგებზე დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია სხვა დანარჩენ სიახლეებს ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში მე გემშვიდობებით ხვალამდე